დღეს საქართველოს მომავალი ჩვენ ხელთაა. პროტესტის მთავარი მომოძრაობელი ძალა კი სტუდენტთა ერთობაა. 13 იანვარს ჩვენს უნივერსიტეტში შემოსვლას მოყვა გარკვეული პრობლემები. დაცვა და ადმინისტრაცია არ გვაძლევდა უნივერსიტეტში საძილი ატრიბუტიკის შემოტანის საშუალებას, რის შედეგადაც ჩვენ მათ გამოუცხადეთ დაუმორჩილებლობა, რასაც მოჰყვა დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა. ამის შემდეგ კი სხვადასხვა ხერხებით შემოვიტანეთ ბალიშები, გასაბერი ლეიბლები და პლედები. ჩვენ შევუერთდით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების უვადო პროტესტს. ჩვენ თვლით, რომ ახლა არის დრო, როდესაც სტუდენტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხმა, რათა ვაიძულოთ რეჟიმი, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებული სტუდენტებისა და თანამოქალაქეების გათავისუფლება. ასევე, მაშინ, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ზვიად ცეცხლაძე და რევაზ კიკრაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ჩვენ არ შეგვიძლია ამ უსამართლობას უყურებდეთ და ლექციებზე ვიაროთ ჩვეულ რეჟიმში. თავს ვალდებულად ვთვლით, რომ აქ ვიყოთ და ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა შეგახსენოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და იქნება პროტესტის ადგილი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ახლა კი მოგმართავთ თესეუს სტუდენტებსა და ლექტორებს. დღეს 15 იანვარს 3 საათზე გელოდებით თესეუს პირველი კორპუსის ეზოში, რათა შევუერთდეთ საყოველთაო გაფიცვას და გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია უსამართლობის წინააღმდეგ.